მოგესალმებით ქრისტეს მიერი სიყვარულით მოყვასო მშვიდობა გქონდეთ სამშობლოში ოჯახში ძალიან მიყვარხართ მეტი ვარ შეიძლება ისე მიყვარხართ ქართველები საქართველოს სახელმწიფოებრიობის აპოლოგეტები ეროვნულები დედა ეკლესიის წევრები ყველა მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა მეტადრე აი ამ პერიოდში რომელიც იყო ეხლა 2026 წლის მარტი-აპრილის ზღვარია და ხვდებით რა ეპოქაა ჩვენი ერისათვის, ჩვენი ქვეყნისათვის და ქართველ ერს საოცარი თვისება აქვს, რომ რაღაც დიდი ფასეულობის გარშემო სურო დაპირისპირებული იყოს და გინდა ფეოდალურად დაყოფილი იყოს, გაერთიანდეს და ეს ჩვენი ერთიანობა, რომელიც ეხლა პირველ რიგში ჩვენ ვიხილეთ და მე დანარჩენ მაკაცობრიობამ პირველ რიგში ჩვენ ვიხილეთ საოცარ ძალას, საოცარ იმედს გვაძლევს და როგორ ყვარებია ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, როგორ ვუყვარდით მას ჩვენ და ღმერთსაც როგორ ვუყვარვართ, რომ ესეთი მაინც ერთიანია ერი და მაინც შეიძლება ითქვას გამარჯვებულია. ერთ ბრძოლაში, ორ ბრძოლაში, სამ ბრძოლაში მაინც გამარჯვებულია, რაც დიდი ომში, დიდ გრანდიოზულ ბრძოლებში გამარჯვების ტოლფასი იქნება. ღმერთმა დაგლოცოს და აი ამ გაერთიანებას გაუმარჯოს, აი ამ ეროვნულობას გაუმარჯოს და რაც შეეხება ეხლა გაერთიანებას, ეხლა საუბრობდით მე და ჩემი მეგობარი გაერთიანებაზე, ღმერთმა გაგვაერთიანოს. 1 კი არა, 10, 20, 30, 100 ფასეულობის წინაშე, ყველაფერი ეროვნulis წინაშე. ყველაფერი ეროვნulis წინაშე, თორე არაფერი არ გამოვა თუ არ იქნება გაერთიანებები. არანაირად არ იქნება თუ არ იქნება ეროვნული ერთობა. მეტადრე ისეთ სფეროში, როგორც მეცნიერებაა. და დღეს ფაქტად რჩება, ვისაც გინდა იმას ეწყინოს, რომ მეცნიერები, სწავლულები, გენიოსები, დაქსაქსულები არიან. რა ზოგი ისეთი გენიოსია, რომ ხელს აგოგმანებია მისი გონება, ცოდნა, შრომა და სადღაც აი ცალკე მუშაობს, შეიძლება ითქვას, თავისთვის მუშაობს, გამოუგნებელია და ზოგი მაგალითისათვის იმას მომიტევეთ ეხლა მე ჩემ თავზე არ ვამბობ. მე ნებისმიერ ადამიანს დავესაქმები ნებისმიერ ადამიანს ხარში ამოუდგები ოღონდ დამიძახოს, მაგრამ მე რა შემილია? მე ერთადერთი შემილია რომ გავიგონო, ჩავიწერო და მე გავახმოვანო. მე ისეთი დონის ადამიანი არა ვარ, როგორც ჩემი სტუმარია, ჩემი მეგობარი და ჩემი ახლობელი და ძალიან დიდი მადლობა მას. ეს არის საჩინო გრაკლიანი, ასეთი ფსევდონიმის მქონე ადამიანი, სინამდვილეში და ცხადში, კარგი ქართველი, კარგი ქრისტიანი, კარგი მასწავლებელი, კარგი სწავლული ელიზბარ ბზარაშვილი. შემოევლო ჩემი თავი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ისევ ჩემთან მოხვედი, გადასდო, ბევრი საქმე. სოფელიც აქვს, ქალაქიც აქვს, აკადემიური სამსახურიც აქვს, ტექნიკური სამსახურიც აქვს, ასე შემდეგ, მაგრამ აი ძალიან დიდი მადლობა, რომ მეწვია და რადგან ახლა ესეთი საუბარი დავიწყე ელიზბარ. მე ახლა ვფიქრობ, თან ვფიქრობ რა, ვახსენო თუ არა სახელები და გვარები, რამდენიმე მართლა ძალიან სწავლული ადამიანისა რა. რომელიც სამწუხაროდ აი თვალებშიც ვეტყვი რა, მე ხლა მამაკაცებს ჩამოვთვლი, ქალბატონებს არ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ რაღაც დონეზე ამ ქალბატონებისა მერიდება, რომ თქვა მათი სახელი და გვარი და აი მამაკაცებს ჩამოვთვლი რა. ერთად ვერ სხდებიან, რომ ეს საოცარი ქართული არსი, ქართული აღმოჩენები განიხილონ, ერთმანეთს შეაჯერონ, კარგად გამიგეთ. რაღაც კონსილიუმი შექმნან, რომ ან ჩვენ ამ ცხოვრებაშივე, ან 10 წლეულში, ან 20 წლეულში, ან ჩვენ შთამომავლობას დაუტოვონ რაღაცა მასალა, რომ შესაბამისად ეს ქართული ფესვები, რომელიც მიზანმიმართულად იყო, შეიძლება ითქვას დამცრობილი, დაპატარავებული, შენიღბული, შეურაცხყოფილი, ისევ წარმოჩინდეს და წარმოჩინდეს რა. მე არ ვიცი ყავს თუ არა მაგალითისათვის აი ესეთი ოპონენტი და ჯანსაღი კრიტიკა და ან შესაბამისად ის თავისი ცოდნის გადმოცემის საშუალება აი ამ ადამიანებს და აი როგორც ახლა პატრიარქმა გაგვაერთიანა და გვაერთიანებდა. ალბათ მეფე გვჭირდება ელიზბარ, მე ესე ვფიქრობ, ალბათ უფლისწული გვჭირდება ღმერთისგან მოვლენილი და ორგზის მირონცხებული, რომელიც ალბათ დასვამს ამ ადამიანებს და გააერთიანებს, კარგად გამიგეთ. ელიზბარი
საოცარი ადამიანი, გრაკლიანის წამკითხველი, გრაკლიანის წარწერის წამკითხველი და უამრავი შესაბამისად ახლა მისი ცნობები აუცილებლად წიგნად გამოვა, მისი კვლევები. ნებისმიერ ადამიანსთან დაჯდება, ვიცი, თავისი თავდაბლობიდან, უბრალოებიდან და გენიალურობიდან და ეროვნულობიდან და ასე შემდეგ გამომდინარე. გაგახაროს ღმერთმა, ჩემო მეგობარო, დიდი მადლობა ისევ და ისევ რომ მესტუმრე და დიდი მადლობა რომ მეგობრობ ჩემნაირ საშუალო ან უბრალო ადამიანთან ეს დიდი სწავლული კაცი და დროს რო გვითმობ და რო გვიზიარებ კიდე რა. ანბანზე უნდა ვისაუბროთ, ალბათ დაუსაბამოზე რა, ისეთივე დაუსაბამოზე, როგორიც სამყაროა, ესე ვიტყოდი და აი ანბანზე რაც ეხლა გზაში რომ მოვდიოდი ელისბარმა თქვა რომ ეს ისეთი ამოუწურავი თემაა და გრანდიოზული თემაა. ეს მისი აზრი იყო რომ უნდა დასხდეს 10-20 სწავლული, ძალიან დიდი სწავლული და პერიოდი დაახლოებით უნდა გაატარონ ერთად ხან 2 კვირა, ხან 5 დღე, ხან 7 დღე, ხან კონფერენცია, ხან სემინარები, ხან და ასე შეაჯერონ რაღაცას და ერთმანეთს უნდა შეეხიდონ აღმოჩენებში. შენ გენაცვალე შენ. გამარჯობა ბატონო ლუგზარ. მადლობა თქვენ. თავდაბლობა დიდი ადამიანების თანდევია საერთოდ. გენაცვალე. და ასევე მადლობას მოვუხდი სამეფო არხს, რომ გვითმობს ეთერს და საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ნააზრევი გამოვაქვეყნოთ ხოლმე საჯაროდ. ხო, ეგრეა მართლაც ძალიან დიდი თემა არის ეს თემა, იგივე ქართულ სიტყვებში დატოვებული ცოდნა და რასაც წინაპრები ათასობით წელი აკეთებდნენ, შეუძლებელია რომ ეს ყველაფერი ერთმა გონმა, ერთმა ადამიანმა აწიოს, ყველაფერი გაშიფროს, ყველაფერი წაიკითხოს და მე დადოს შედეგი. ჩვენ პატარ-პატარა დეტალებს პოულობთ ხოლმე იმ დიდი ცოდნიდან და ყველას გვეშლება. ანუ ეგ კარგი აქვს ეგ დანარჩენ სხვა უამრავ კარგთან ერთად ჩვენს მართლმადიდებლობას, რომ შეუცდარი მარტო ღმერთია და ჩვენ ყველას გვეშლება. შეიძლება მე რაღაცას ვამტკიცებდე და მე უცბად აღმოჩნდეს, რომ რაღაც შემეშალა. ამიტომაც ეგ ურთიერთშეჯერება, იმიტომ აკაი რომ ჩვენი შეცდომები მივხვდეთ, ვიგრძნოთ, შევაჯეროთ, უკეთესი აზრი გამოვიტანოთ, როგორც კამათში იბადება ჭეშმარიტება, ესე და ცხადია, ჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ ეტყობა ხასიათი გვაქვს ჩვენ ესეც, რომ არ გამოგვდის ეგრე ერთიანობა, თუ არა მსგავს გრანდიოზულ დღეებში, როგორც უწმინდესის გარდაცვალება იყო და ეგეთ კრიტიკულ სიტუაციაში შეგვიძლია ხოლმე მარტო ანუ ყოფნა არ ყოფნის მომენტებში შეგვიძლია ხოლმე გავერთიანდეთ და მაშინ მართლაც გრანდიოზულ შედეგებს ვაღწევთ ხოლმე. ალბათ ესეც ჩვენი ხასიათის თამდევია, რომ კრიტიკულ სიტუაციამდე ვიყოთ ესე დაპირისპირებულები ერთმანეთთან და კარგია თუ ცუდია, ალბათ ესეთები ვართ ყოველ შემთხვევაში. ამბანს რაც შეეხება, მე ვიტყოდი, რომ რაც საერთოდ ჩვენმა წინაპრებმა თავისი არსებობის მანძილზე მოახერხეს და შეძლეს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმათგან ამბანი. აი მაგალითად თქვენი კვლევები თუ ბიბლიის გარეშე არაფერია, იმიტომ რომ ძირითადად ბიბლიას ეყრდნობით ხო, თქვენი ბიბლიური გეოგრაფიიდან. ამ შემთხვევაში ჩემი კვლევები საერთოდ ამბანის გარეშე არაფერია, იმიტომ რომ ამბანის მიხედვით მაქვს კვლევები და თუ დაუშვებ რომ ამბანი არ არსებობდა, ესე იგი არც ის არ არსებობდა, რასაც მე ვიკვლევ. ანუ ჯერ ამბანი შეიქმნა და მერე კაცობრიობა? არა, ცოდნაზე ვიძახი, ჯერ ამბანი, ანუ როცა ჩვენ წინაპრებს რაღაც გარკვეული ცოდნა გაუჩნდათ და გადაწყვიტეს რომ ეს ცოდნა შემოენახათ, დაეტოვებინათ, გაუჩნდათ ეგეთი გენიალური აზრი, რომ დაეტოვებინათ სიტყვებში. და თავისთავად ცხადია, თუ მათემატიკური აზრი უნდა დაგეტოვებინა, ასოებს უნდა ქონოდა მათემატიკური მნიშვნელობას და მე იქიდან უნდა შექმნილიყო სიტყვები და საბოლოო ჯამში შეძლეს რომ ეს თავისი გენიალური მიგინება რომ ერთ ბგერას ერთი ბგერა გამოეხატა და მე საბოლოო ჯამში ამას გარკვეული მათემატიკური მნიშვნელობებიც ქონოდა და თან რამოდენიმე რომ გაადვილებულიყო სათქმელის თქმა ანუ მათემატიკურად დაშიფრა ისე რომ რამოდენიმენაირი დაშიფრა ყოფილიყო და შეგეძლო ან ესე ან ისე რაღაც მეთოდით მაინც მოგეხერხებინა დაშიფრა საბოლოო ჯამში შეძლეს რომ ზღვა მასალა შეექმნათ თავისი ცოდნისა მიუხედავად იმისა რომ იგივე ჩემს მიგნებებში არის უამრავი რა მაგალითად წონით სისტემები თუ იგივე მოცულობის სისტემები თუ ნებისმიერი რაღაცა თანამედროვე პერიოდისთვის სენსაციაა იმიტომ რომ უშორესი წარსულის აღმოჩენაა ჩვენი წინაპრებისა საბოლოოდ ყველაფერს უდევს საფუძვლად ამბანი და ეს მაინც ყველაზე დიდია იმიტომ შეიქმნა ეს ამბანი რომ ცოდნა სიტყვებში გადაეტანათ ანუ გაიაზრეს რომ ვერ შექმნიდნენ ეგეთ ნაწერებს ვერც წიგნებს და ვერც ქვაზე ან თიხაზე ნაწერს რომ მაგდენი ინფორმაცია დაეფარა და გადამოეცა ჩვენთან
და შანსი იყო რომ დაკარგულიყო, ამიტომაც აიჩიეს ეგეთი გზა. ანუ სავსებით უცნაურ რაღაცაზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ოფიციალურად მიღებულია რომ ამბანი იმდენი ხნის არ უნდა იყოს, ამდენი ხნისაც ჩვენ წარმოვადგენთ, მაგრამ ნუ ფაქტია ქართული სიტყვები თავისი მათემატიკით, თავისი რთული მათემატიკური გაანგარიშებებით ადასტურებს რომ ესე უნდა ყოფილიყო. სხვანაირად არ შეიძლება და მათემატიკა დიდ წილ შემთხვევებში არ ტყუის, ხშირად გადამოწმების საშუალებაც გაქვს, ანუ ორნაირი მათემატიკური მაგალითი თან სხვა და საბოლოო ჯამში ტკისდება რომ ეს მართლა ესე იყო. ანუ ესეთი აირჩიეს, ამ შემთხვევაში ეგეც სადაოა რომ რამდენ ასოიანი იყო, არის ვერსიები 35, არის ვერსიები 36 ასოიანი, თქვათ 37 ასოიანი ან 38 ასოიანი, ნუ 40-იანიც ესეთი და საერთოდ არ ვარ ხოლმე კონფლიქტური ადამიანი და უფრო შუალედური მირჩენია ხოლმე და ვფიქრობ რომ თანდათანობით დაამატეს, როცა დაჭირდათ ასოები და საბოლოო ჯამში რომ დაიწყო შეიძლება 35 ასოიანიდან ან შეიძლება 30-იანიდან, რაც არავინ არ იცის, ეგ ისეთი შორეული წარსულის პერიოდი იქნება, იქიდან რომ დაიწყეს თანდათანობით სხვადასხვა საჭიროებისამებრ დაამატეს. ეხლა დავათის სტელაზე მინდა მაგალითად სამომავლოდ რომ ვისაუბროთ და დავათის სტელაზე არის გამოსახული 37 ნიშანი. კი, 37 ნიშანია გამოსახული. ან თან ის გვაქვს ცუდი რომ რაღაც ისახირება ვიცით ხოლმე და მე გონია რომ ის აუცილებლად მართალია და რაღაცას დავაშენეთ იმ ჩვენს მოსაზრებებზე და მე გადათქმა გვიჭირს ხოლმე. ნუ ამ შემთხვევაში არაფერს არ აშავებს თუ იმას მიიღებ რომ თანდათანობით განვითარდა ამბანი და მე დაემატა და კიდე მე საჭიროებების მიხედვით, რადგანაც თუ ვთქვათ ეგრე ერთ რაღაცას ჩაიციკლავდა, ნუ ჩანს ამბანში თქვათ განვითარების ხაზიც, ასევე და გარკვეული შინაარსიც ქონდა ამ ამბანს, თქვათ მაგალითად ხა ზოგს აქვს ესეთი იდეა რომ თქვათ შოთა რუსთაველს რომ 40 კარიანი გამოქვაბული აქვს მითითებული მაგალითად ამბანის 40 100-ა და ამაზე აგებს თქვათ თავის იდეებს და სხვა. ნუ ამ შემთხვევაში სინამდვილეში რიცხოვნობა ამბანის ასოებისა არის გარიცხიანებული ამბანის ასოები. ანუ ამას მიიჩნევენ, თორე სინამდვილეში იგივე საბოლოო ვერსია, რაც აი სულხან-საბა ორბელიანს აქვს თავის სიტყვის კონაში მოცემული, არის 42 ასოიანი. ანუ 42 ასოა სინამდვილეში, უბრალოდ ამათგან ორს რიცხვითი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ და ესეთი კავშირი, ასევე ამბანის ერთ-ერთ ასოთა აქვს წარმოდგენილი და ვიე, ნუ ცნობილი ასონიშანი, ამ ორს არა. და მე თავის სისტემაში როცა ადგენენ ამ სისტემებს 40 საკეთებენ და თქვათ და საერთოდ არ შეყავთ ვიეს უსთან სვავენ და ანუ აკრობენ როგორც ასოს და რომ როგორმე 40 მიიღონ. ნუ ამ შემთხვევაში ნახავთ მე ვისაუბროთ, ჩემ მოსაზრებას მოვახსენთ, რატოა მაინც და მაინც აი 35, 37 და 40 და რატო არა მაგალითად 42. ანუ რატო არა აქვს 42 სიცხე და რატო ითვლება ესე. თუმცა ნუ განვითარდა პერიოდულად საჭიროებიდან გამომდინარე, მე მაინც ესე მიმაჩნია და ეს მოსაზრება თავის თავში იტევს ყველაფერს. ანუ ვთქვათ, იგივე 35 ასოიან ამბანსაც, ხოლმე შეიძლება 30 ასოიან ამბანსაც და ასევე 42 ასოიან ამბანსაც. და აი თქვენ რო ეხლა მაგალითად ითვლით აი ამ სიტყვებს მაგალითად მათემატიკურად ანგარიშობთ ასე თუ ისე. მისი მათემატიკური ახსნა, ანუ ასო ნიშანთა რიცხვითი მნიშვნელობები, რამდენი იყო საჭირო, რომ ეს ყველაფერი დათვლილიყო, გამოთვლილიყო? ანუ მან ბატონო ნუგზა მთავარი რიცხვის მნიშვნელობა მაგ დათვლებისთვის არ აქვს. შეიძლება რომ ეხლა 10,000-ზე მთავრდება, ადრე ოდესღაც მთავრდებოდა 7,000-ზე, ან 6,000-ზე, ან 5,000-ზე. კი ბატონო, აი მაგალითად ივანე ჯავახიშვილს მიაჩნია, რომ ჯზე უნდა დამთავრებულიყო ამბანი, როგორც წესიო, მე ძველი ამბანებიც ხშირად ჯვრით მთავრდებოდაო და ჯც არის ერთ-ერთი ჯვრის სახე, ახლა რომ წმინდა ანდრიას ჯვარს ეძახით X-ის ფორმის ჯვარი და მაგით მთავრდებაო ამბანი, ანუ ჯთი მთავრდებოდა. ამ ჯი 35 ასოა, ოღონდ VS თუ ჩათვლი 36-ია. და შესაბამება რიცხვითი მნიშვნელობა 8,000 და შესაბამისად მთავრდებოდა 8,000-თო და ნუ მე გარკვეული ხნის მერე ეგ 200-ო, ნუ ვარაუდობდნენ რომ ქართულისთვის ხ ორგანული არ არის, ხშირად ცოტა სიტყვები გვაქვს ხ ასოზე დაწყებული და მაგიტომ ვარაუდობდა რომ ნუ მე ჩაიმატებოდა. ისინი ხოთვლიდნენ რომ ბერძნულიდან ან ფინიკიურიდან განვითარდა საბოლოოდ ქართული ამბანი და ესეთი მოსაზრება ჰქონდათ.
ხო, რაც შეეხება, ორი ძირითადი დასაყრდენი გვაქვს ჩვენ საიდანაც შეგვიძლია ამ ბანზე ვისაუბროთ. ერთი ზემოთ მოხსენიებული 40 რიცხვნიშნულობიანი ამბანი, რომელსაც სინამდვილეში 42 ასო აქვს, 42 გრაფემა აქვს, და ვიეც ემატება და დავათის სტელა, რომელზეც არის 37 ასონიშანი. დავათის სტელაზეც დავაა ჯერ ერთი რო ხოლმე მაგის თარიღი ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდა. ყველაზე მიღებული, ოღონდ მკვლევართა წრეში თორე ახლა აკადემიურ წრეებში ეგ მოსაზრება თავისთავად ცხადია მიღებული არა, იმიტომ რომ 367 წლისაა და 367 წელი არის ისეთი დრო, როცა მერე სომხური წარმოშობიდან ვერაფრით ვერ გამოიყვან ჩვენ ამბას, ანუ ვერ დაუკავშირებთ ეს რო მასშტაბს თუ 367 წელს მიიღო დავათის სტელაზე ჩვენმა წინაპრებმა ეს თავისი ამბანი ამოკვეთეს და ამიტომაც ოფიციალურად არაა მიღებული, მიღებულია რომ 367 წლისა უნდა იყოს, გარკვეული მკვლევარები თვლიან. ამ შემთხვევაში დავათის სტელა თუ თქვა სულხან-საბა ორბელიანი იძლევა რიცხვნიშნულობებსაც და რიგით ნომრებსაც ამბანისას, დავათის სტელა ამასაც არ იძლევა. ან დავათის სტელაც პირდაპირ არის ჩამოთვლილი ამბანის 37-ასო, რომელთაგან ჩვეულებრივ შეგიძლია ჩამოყვე და დაითვალო თანმიმდევრობით, რამდენია 37-ია, ანუ რიგითი ნომრები მიუწერო და ასევე შესაძლებელია რომ თუ რიცხვნიშნულობები სულხან-საბას განიცდით, შეუსაბამო ჩვეულებრივ არ შეცვლილა. ანუ ჩვენი წინაპრების თავი იდეა იგი იყო, რომ ეს რიცხვები შენარჩუნებულიყო, ანუ ამბანის რიგი არ უნდა არეულიყო, რაც იყო, ვთქვათ, A-ს შემდეგ B-ს შემდეგ G. აზრი არ აქვს, რანაირი მოხაზულობით დაიწერება ქართული ამბანი. თქვა თუნდაც ლათინურით დაწერე ან თუნდაც ფინიკიურით დაწერე, იქ თავარი არის ასოების რიგი, ანუ რომელიმე რამდენია და ეს მე რამდენიასო რას ნიშნავს? ამიტომაც არსებითია ესეთი დაანგარიშებებისთვის, რიცხვითი დაანგარიშებებისთვის არის სწორედ თანმიმდევრობა ამბანისა, მაგალითად თანამედროვე ამბანს იმ 37-ასოიანი ამბანიდან, ანუ ვიეს ჩათვლით რომ 38 იყო, აკლია 5 ასონიშანი, თვითონ ვიე, ასევე მე-15 ასო ნიშანი ие, ანუ იოტა და ამ შემთხვევაში თუ ие იყო მე-15 და ო იყო მე-16, იეს ამოღების მერე ანუ ხე იყო მერვე, თუ იყო მე-9, ამ შემთხვევაში თუ ხე იყო მერვე და თუ მე-9, ახლა როცა ხე ამოიღო ილია ჭავჭავაძის დროს ქართული მოღვაწეებმა ამბანიდან, თუ გახდა მერვე და ხე აღარ არის. ამ შემთხვევაში თუ ეგეთი ამბანით ისარგებლებს, სადაც ხე აღარ არის და ხეს ადგილს, ანუ 8 რიცხვის ადგილს იკავებს სინამდვილეში 9 რიცხვის გამომხატველი თუ თავისთავად ცხადია ექსტორი აღარ იქნება და მე უკვე იცვლება ყველაფერი ასონიშანი. მე უკვე ие იყო რიგითი ნომერი, რიცხვითი ნომერი. ие იყო მე-15, მე იოტა და თავისთავად თუ მარტო ხეს ამოვაცლი, უკვე 14-ზე ჩამოდის ие მე-14 ადგილზე და თუ თავის მხრივ ვთქვათ ო მე-16 იყო და ხეს ამოცლით ჩამოდის მე-15-ზე, თუ წინა ასოსაც ამოუცლი, ანუ იეს, ანუ იოტას ამოუცლი, საერთოდ მე-14-ზე ჩამოდის ო და თავისთავად ცხადია, მაგან არის. ანუ ამის გამო ბევრი აკრიტიკებს, ბევრი ბოროტულათაც და რაღაცებს გავს ილია ჭავჭავაძეს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ბევრს კიდევ არა აქვს იმხელა ცოდნა, რაც ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა და ახლოსაც ვერ მივალთ მასთან და ალბათ იცოდა, ანუ ამას გარკვეული დრო ჭირდებოდა, რომ ამბანს თავისი სათქმელი ეთქვა, ალბათ ეს პერიოდია 21 საუკუნე და ალბათ გარკვეული ცოდნა ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს და ღმერთთან საუბრობდა. არ ჩათვალა საჭიროდ, ღმერთთან ლაპარაკობდა. არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს კარგი, ანუ გამართული რიცხვებით ამბანი ყოფილიყო და განზრახ ამოიღო ის 500-ო, რომელმაც ამბანის რიცხვითი და რიგითი ნომრები თავდაყირა დააყენა და საბოლოო ჯამში სანამ არ მოვიდა ისე თანამედროვე დრო, რომ ბევრმა ნახა, რომ ოია ის სულხან-საბასთანაც არსებობს, აგერ მე დავათის სტელა აღმოჩნდა და იქაც არსებობს, საბოლოო ჯამში ვერ გასწორდა და დღესაც როცა ვსწავლობ 33-ასოიან ამბას, იქ თავისთავად ცხადია ის 500-ო, რომელიც მნიშვნელოვნები არის ამბანის რიცხვითი მნიშვნელობების გამოსაყენებლად და გასამართად, იქ არ არის და შესაბამისად 33-ასოიანი ამბანი სამაგისოდ არ გამოდგება. ნუ სულ მცირე, თუ გინდა რომ რაღაც რიცხვები იკვლიო ენაში ამბანის მიხედვით, უნდა იყოს 36-ასოიანი ამბანი, ნუ 35-იანი ჯუ. ნუ ვიეცით იგულისხმება 35-ასოიან
ამბანში. ნუ ამას თქვათ ხანგრძლივად იკვლევდა კიდევ ქართულ ამბავს რაღაც პატარიძე მას აქვს ესეთი მოსაზრებები რომ კალენდარი დევს ქართულ ამბაში, როგორც მზის, ასევე მთვარის კალენდარი და სავსებით მართებულად, იმიტომ თქვი რომ შესაძლებელია თავიდან 30 დღეც იყო, იმიტომ რომ მთვარის კალენდარი არის 28 პლუს დღენახევარი, ნუ 28 პლუს 2 დღე, ანუ 28 დღე მთვარე ჩანს ცაზე, ნამგალა ახალი მთვარიდან ნამგალა ძველი მთვარემდე და მე დაახლოებით 2 დღე არ ჩანს. ნუ არის ხოლმე პერიოდები, რომ თქვა დღენახევარი არ ჩანს, არის პერიოდი, რომ ხანდახან 3 დღეც არ ჩანს, ანუ გააჩნია რა პოზიციაშია მთვარე ასული. და ნუ საშუალოდ აიღეს ჩვენმა წინაპრებმა 2 და ნუ 28 პლუს 2 გამოვიდა 30 და ის პირველი 30 ასო არის სწორედ მთვარის კალენდარი ქართულ ამბანში, რომელიც ლოგიკურად მთავრდება ძილით, ანუ ძინავს ხო, ანუ 21 დღე არის. ამ შემთხვევაში მოდი თქვათ ისიც, რომ რამოდენიმე მნიშვნელობა აქვს ქართულ ამბას, რაც ჩვენამდე მოღწეული ამაზე ვილაპარაკოთ, ანუ ეს არის რიგითი ნომრები, რომლებიც თანმიმდევრობით უწერია ყველა ასოს, ანუ A1-ია, B2-ია, 1 2 7 18 19 20 30. კი, აქ არა აქვს რიგითი ნომერი ვიეს, ვიე დღევანდელი ამბანისათვის არის ტ-სა და უ-ს შორის, ანუ 21 და 22 ასოს შორის, ანუ არის 21 ტ, მერე შუაში არის ვიე, რომელსაც წინ რიცხვი არ უწერია, ანუ რიგითი ნომერი არ აქვს და მერეა 22 უ, ანუ არის ამბანში, მაგრამ რიცხვი ჩამონათვალში რიცხვი არ აქვს. არის ახლა 21 და 21 და 22 ასოს შორის. ასევე გარდა ამ რიცხვითი მნიშვნელობისა ამბანს რიგითი ნომრების ამბანს აქვს რიცხვითი მნიშვნელობებიც. რიცხვითი მნიშვნელობები ჩვენმა წინაპრებმა ესე დააჯგუფეს. პირველი 10-ასო, ანუ A-დან ის ჩათვლით არის ანუ პირველი 900 არის ერთეულები. დონი 4-იც არის და 4-საც შეესაბამება, მე-4-ც არის და 4 5-ია და მე-5-ც არის. თქვათ T9 არის და მე-9-ც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში 10-იც მე-10-ც არის და 10-ც არის, მაგრამ 10-ის მერე უკვე იწყება ათეულები. ანუ ამ შემთხვევაში Q თუ 10-ის მერე მე-11-ასოა, უკვე 20 ნიშნავს, ანუ 20-ეულებში ესე გრძელდება. ანუ L12 რო არის 30-ია და ასე შემდეგ. კი ბატონო 13-ია და 40-ია, ესე ჩადის ბოლო ათეულამდე, ეს არის ჟ, არის მე-18-ასო და 90 წერს და უკვე მე-19-ასოდან რ-დან იწყება ასეულები. ანუ 100-ია, მე თუმცა მე-19-ია, მე არის მე-20 S და უკვე 200-ია, ესე გრძელდება იქამდე სანამ პირველი 1000-ეული სანამ არ მოვა, ეს არის ჩ 21-ასოა ჩამონათვალში, მაგრამ არის 1000 და ჩ-დან იწყება 1000-ეულები, რომელიც როგორც გითხარით 35-ასოიან ამბანში, სადაც VS რიცხვი არ აქვს, არის J 8000, ანუ 35-ასოა J და არის 8000. თუმცა, ნუ გინდა თუ არ გინდა ამ 35-ასოიან ამბანში კიდევ ერთი ასო ზის, ანუ ეს არის VE. VE-ს არ აქვს არც რიცხვითი მნიშვნელობა და არც რიგითი ნომერი, როგორც გითხარით, ახლა 21 და 22 შორის ზის. ანუ ესე რომ დათვალო J 36 გამოდის, იმიტომ რომ სადღაც აუცილებლად შეხვდება VE, ან თუნდაც ბოლოში რომ დაურთა ამბანს J-ს მერე J 35 დარჩება ისე, მაგრამ VE გახდება 36 და ყველა შემთხვევაში ამბანი 36-ასოიანი არის, ანუ VE-ს გამორიცხვა მე ვთვლი რომ არაფრით არ შეიძლება. რადგანაც გარკვეული პერიოდი კონკრეტულ ასოსაც ნიშნავდა, სავარაუდოდ ამას დავათის სტელასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ მერე ბატონო ნუგზარ. ასევე მთავრდება, რაც შეეხება 37-ასოიან ამბას, რომელშიც ასევე არ უნდა გამოვრიცხოთ თავისთავად ცხადია VE და 38-ასოიანი ამბანია, იმიტომ რომ რიგითი ნომრებით 37-ია და რო დათვლი თითით რომ დათვლი 38-ია VE-ც არის. იქ დაწერა 36-ასომ HM დაწერა 9000 და 37-ასომ HM დაწერა 10000 და ასე მთავრდება. რაც შეეხება კიდევ დამატებით 40-ასოიან ამბას, იქ DAS ასევე არც რიგითი ნომერი აქვს და არც რიცხვით მნიშვნელობა. მე არის ური, რომელიც არის 38 რიგითი ნომრით ასე განსაზღვრავენ და ნიშნავს უკვე არა
თქვა 11000 არამედ 20000 ნიშნავს, რომ ესეთი განმარტებები აქვს ურზე. მე არის ფონი არის 39 და ნიშნავს 39 ნომერი და ნიშნავს უკვე 30000 და მე ბოლოს თავდება სვასტიკად, ანუ ლი, რომელიც არის მე-400 ნომრით და წერს 40000. ასეთი საბოლოო სახე ესეთია, სულხან-საბასთან დაახლოებით ესეთია. თუმცა როგორც გითხარით, ამბანში ასევე არის და ესეთი ფონემა და ასევე არის ვიე. და თუ მათაც მიათვლი, მიუხედავად იმისა, რომ რიცხვები და რიგი არ აქვთ მათ, ჩვეულებრივ 42 გამოდის ამბანი და ამ შემთხვევაში ვისაც უნდა ხოლმე რომ მაინც და მაინც 40-40-იანი გამოიყვანოს, რომ შეუსაბამოს, აი თქვა 40 კარიანი გამოქვაბულ რაღაცას ჯადოსნური საჭურველი ინახებოდა, რომელიც გამოიყენეს მერე და ვოროტება და ამარცხეს ფერხის წყალოსანში, მაინც და მაინც იმ 200-ს არ თulis ხოლმე არა და უმნიშვნელოვანესი ასოებია, რომ არ ყოფილიყო საჭირო, ისინი არც იქნებოდნენ ამბანში. ესეა და ამ შემთხვევაში გარდა ამ ორი რიცხვითი მნიშვნელობის, ანუ რიგობითობისა და რიცხვებისა, ასევე ამბანის ასოებს აქვთ სახელები. ანუ ვთქვათ, პირველი ასოა ა და ქვია ან, ანუ ანი, მეორე ბ და ქვია ბანი. დაბოლოებები ახლა ამბანის ასოებს ერთნაირი არ აქვთ, ანუ თქვა სიტყვაზე 19 ასოს რს რაე მაგალითად, აგერ ბოლოს ჩამოვთვალეთ ფონ ქვია და ლი ქვია საერთოდ, ანუ სხვადასხვა სახელწოდებებია. საოცარი შინაარსია, საოცარი არსია და წინა გადაცემაში მითხარი, რომ ეგეც ალბათ დაუსაბამოა, უძველესია, ხო? ეს სიტყვები, რომ დაერქვა ქართულ ამბანს. ჯერ აბა ან შემოგვეხმიანოს, ან ვინმემ რაღაცა ცნობა მოგცეს, როდინდელი შეიძლება იყოს. მაცხოვრის აქეთა ეპოქისა, მეორე 1000 წლეულისა, თუ მანამდელია, თუ საიდან ჩდება, საიდან მოდის, როდინდელი არის ქართულ ასო ნიშანთა სახელწოდებები, ან ბან, განდონ, ენ, ვინზენთან, ყველამ ვიცით, ხო? ძალიან ჟღერადი და საოცარი შინაარსის მქონია. ეხლა მეგობარი საიდანაც არის წარმოშობითი, ქვი არის სოფელი წილკანი და მას ესეთი მიგნება აქვს, რომ ეს შესაძლოა იყოს წილკან, ანუ ამ ორი ასონიშნის ერთობლიობით შედგენილი ტოპონიმი. ერთი დღის ეკვივალენტია, ანუ 11 პი მაგას ნიშნავს და ქართულ ასტრონომიულ სისტემაში, რომელსაც ახლა ვიტყვით ამბანთან დაკავშირებით 360 გრადუსიანს, 360 დღიანს, რომელსაც ის პირველი 30-ი შეესაბამება, ანუ 30 თვეში და 12 თვე 360, მან ის ერთი დღის ეკვივალენტი არის წილკანი, ანუ კ, ამ შემთხვევაში ეგ განსაზღვრება უძველესია, იმიტომ რომ სადაც არის ხოლმე გამოყენებული რიგითობები, ხო, უმრავლეს შემთხვევაში უფრო ძველია და მე კიდევ ჩემი გნებებზეც რაღაცას ვიტყვი, მაგრამ ამ შემთხვევაში რაც არის რეალურად იმაზე ვლაპარაკობ, ჩემ გარეშე რაც არის ამბანში, ამბანთან დაკავშირებით ცნობილი, ჩემი დაკვირვებით რაც არის ეგეთი მარტო რიგითობებით დაშიფრული ხოლმე, ის უფრო ძველია და შედარებით ახალი რომ უკვე რიცხვნიშნულობებითაა დაშიფრული. ამ შემთხვევაში კ მე-11 რო არის, იგივეს ნიშნავს, რასაც მე ნიშნავდა ია, ანუ ია 11-ია, ია 10 და A1 და ია იგივე კ არის, ანუ ორივე 11-ია. კ არის რიგითი ნომრებით მე-11 და რიცხვნიშნულობებით ია არის 11. ანუ თუ გინდა რომ თქვა რაღაცით 11 თქვა 11 წილი, ანუ 11 პი, ამ შემთხვევაში შეგიძლია გამოიყენო კ წილი, ანუ კ პი, ანუ 11-ია და იგივე ია წილი, ანუ ამ შემთხვევაში პირდაპირ ასოების სახელები ქვია. წ კ-ს მაგივრად ქვია წილ, წ ასოს სახელი და კან კ ასოს სახელი. ანუ ნიშნავს წილი 11, ანუ ერთი დღის მანძილზე რა მოცულობას წარმოიდგინეთ ჩვენმა წინაპრებმა დღეში, ეს არის 11 პი, ანუ 3.14 ეგეთი 22-7 ცალი ეტევა და ეგ პი ქონდა წარმოდგენილი 11 დღეში და შესაბამისად კ-ც და შეიძლება ბოლოს ართი 10-ც, ანუ კ და ია-ც ხშირად არის დღის სინონიმი ქართულ სიტყვებში და მე ეს ია და კაც თავის მხრივ ჯერ კა, ანუ გავიდა უცხო ქვეყნებშიც და
მაგალითად სვანურში ქოა აქვს ის ჯიშია, ხო, ასევე სულსაც ნიშნავს, რომელიც არის ღვთაებრივი სული და მე თვითონ იაც იქცა მოგვიანო ხანაში ღვთაებად, მზის შვილად იქცა და რეალურად რადგანაც ია დღე არის, დღეც მზის შვილია და ეს ცოდნა როგორც მზის შვილის ცოდნა, ია 11 გადაიტანეს მითოლოგიაში როგორც მზის შვილი ღმერთი და დღე იყო კონკრეტულად ან მათემატიკური მნიშვნელობა 11. ხო, ანუ ამ შემთხვევაში ესეთი გარდა ამ მნიშვნელობებისა, ანუ რიგითობებისა და რიცხვებისა, რიცხვნიშნულობებისა, ქართულ ამბავს აქვს აუცილებლად აქვს ფარული რიცხვიც, მაგრამ ფარული რიცხვი მაგალითად თვითონ სულხასაბას არ უწერია. ამ შემთხვევაში ჩვენ ფარული რიცხვზე ვილაპარაკეთ წინა გადაცემებში, მაგალითად როცა ვთქვით, რომ ამბანი რომ 38-ასოიანია, ანუ 37 რიცხვითი და მერე კიდევ პლუს დაამატეთ 38-ის ფარული რიცხვი არის 751, ანუ ღმერთი და რომ არ ცოდნოდა ჩვენ წინაპრებს რომ ამბანი არის ანუ ამბანს აქვს ფარული რიცხვი და თლიანი ამბანი 38-100 იძლევა ღმერთს, ნუ შემთხვევით ვერ გააკეთებდნენ, იცოდნენ რომ გენიალურია. ფარული ამბანი, ფარული რიცხვია და ახლობით ფიბონაჩის რიცხვით არის, ანუ ყველა მომდენო რიცხვი ერთმანეთს უნდა მიუმატო. აი მაგალითად 100-ს წინა რიცხვი არა აქვს და პირდაპირ ფარული რიცხვი 1 აქვს, იმიტომ რომ მასში სხვა რიცხვი არ იგულისხმება. 1-ია. ანუ b ამ შემთხვევაში თავის თავში გულისხმობს a-საც და b-საც. a თავის თავში ახალ გულისხმობს 1-ია და პლუს b 2-ია და ამ შემთხვევაში 1 + 2 გამოდის b-ს, ხო, ანუ ამ ადვილი გამოსაანგარიშებელია ესა, თუ გინდა რომ რაღაცა რიცხვის ფარული რიცხვი გამოიანგარიშო, აი თქვა b-ს ფარული რიცხვი, უნდა გაამრავლოს შემდეგ რიცხვზე, აი თქვა 2-ია, ხო, გინდა გამოიანგარიშო b-ს ფარული რიცხვი 2-ს გაამრავლებ 3-ზე, მიიღებ 6-ს და მერე უნდა გაყო 2-ზე. და მარტივი მეთოდით შეგიძლია ყველა ფარული ყველა და არა ყველა ერთმანეთზე გაამრავლო. არ არის საჭირო მიმატო 1 მინუტა, აი თქვა სიტყვაზე 38-100-ს გარო 741 მიიღო, უნდა მიმატო 1 2 + 3 + 4 + 5 + 9 + 37 + 38 და მაგ მოქმედებების შესრულებაზე ადვილია 38-ს გაამრავლებ 39-ზე, გაყო 4-ზე და მიიღებ 741, რამდენი წინა რიცხვის ჯამიც ეტევა 38-ასოიან ამბანში, ან თლიანი ამბანის ფარული რიცხვი რაც არის. მაგას ეძახის ალიკო ცინცაძე, ბატონი ალიკო ცინცაძე ფარულ რიცხვს ესე ეძახის, რადგანაც რეალურად არ ჩანს, მაგრამ თითოეულ რიცხვს ეს თავისი წინა რიცხვებით რომ მიუთვალო, რამდენს გულისხმობს თავის თავში, ეს ფარული რიცხვი აქვს და ეგეთი სიტყვებიცაა ქართულ მეტყველებაში შემონახული, რომელიც ფარული რიცხვით არის შედგენილი. ანუ ზოგიერთი სიტყვა არის ხოლმე დაშიფრული რიგითობებით, ნუ ეს ყველაზე მარტივია და შესაბამისად ყველაზე ძველიც არის. ასევე ზოგიერთი დაშიფრულია ხოლმე რიცხვნიშნულობებით. რიცხვნიშნულობებით ხშირად იშიფრება ხოლმე უფრო მათემატიკური, რადგანაც რეალურად ეგ რიცხვნიშნულობები მათემატიკის ფუნქციას ასრულებდა ხოლმე. ასევე შეიძლება იყოს დაშიფრული ფარული რიცხვითაც, თუმცა შესაძლებელია თუ რთული დაშიფრვა, ანუ მნიშვნელოვანი სიტყვა, დაშიფრული იყოს სამივენაირად, ანუ თქვათ რიგითი სათვალავითაც, რიცხვნიშნულობებითაც და ფარულითაც. ნუ რაც უფრო ბევრნაირად დაშიფრავთ და იგივე სიტყვას, მით უფრო ძნელად დასაშიფრია ის სიტყვა, იმიტომ რომ სამივე მნიშვნელობას, რასაც იღებს, სამივე უნდა გაითვალისწინოს, სამივე გარკვეულ შინაარსს უნდა გაძლევდეს და გარკვეულ აზრს და ეგეთი დაშიფრვა როგორც წესი არის ხოლმე რთული და რაღაც დაახლოებით კომპიუტერულ შრომას უტოლდება კომპიუტერის შრომას და მაშინ კომპიუტერი არ იყო და უწევდა ჩვენ წინაპრებს ესე ზეპირად ეპოვნათ რიგითობების, რიცხვნიშნულობების და ფარული რიცხვის შესაფერისი კომბინაციები, რომ გარკვეული სიტყვა მიეღო. თან ეს სიტყვა უნდა ყოფილიყო მჟღერი და რომელიღაცა ქართული ენისთვის უნდა ყოფილიყო ორგანული, თქვა სიტყვაზე ან მეგრულისთვის, ან სვანურისთვის, ან ქართულისთვის, რომ ენაში ლოგიკურად ჩამჯდარიყო და ამოხტარი ქართულში რო გადმოიტანო, თქვა ჩინური სიტყვა ან რაღაც ეგეთი აშკარად ყვირის, ხო, ანუ არ ერგება გრამატიკას და შეუცვალო არის. შესაბამისად, ისეთ სიტყვა უნდა მოეგონებინათ, რომ არკვეული ინფორმაცია შეენახა და თან კიდე ყოფილიყო რომელიღაც ქართული ენისთვის ორგანული, ანუ თქვა წინ სართი მოეხდინა ან ბოლოს სართი მოეხდინა და ყოფილიყო ისეთი, რომ თვალს არ ყურს არ მოხვედროდა, რომ რა უცნაური სიტყვა, აი როგორც
თუ ჰეზე ამბობდა ივანე ჯავახიშვილი რა უცნაური სიტყვაა ეს ორი თ რატო ეს ისო სიტყვაშიო თუმცა ნუ ხო ფრანცისეთი უცნაურიც არის ხო ვეიტყვიო სხვა ენისას გავდა ორი თ არის ერთად ერთმანეთთან ბმაში სიტყვაში თუ ჰე ხო და შესაბამისად საუბარია თვეზე თვეს სახე სიტყვა თვე მისი სახელწოდება ძველ დროში იყო თუ ჰე და ნუ თუ ჰე ანუ ხ მე როგორც თუ ერთმანეთ თუ ჰე ი თუ ერთმანეთზე გაამრავლებ იმდენ წამს იღებ რამდენი წამით არის თვეში და ფაქტია რომ ეგ სიტყვა არსებობს ქართულ ენაში ხო შეუძლებელია ნახეთ ერთ რაღაცას ჩავამატებ ახლა თქვენი ნებართვით ბიბლიური პარალელი რომ ღმერთი ავალებს და შესაბამისად ალბათ ასწავლის კიდევაც ეს იმას ნიშნავს რომ რადგან დაავალა ესე იგი მითითებაც მისცა და ასწავლა რომ დაერქმია სახელები სამყაროში არსებული ცოცხალი თუ არასულიერი არსებებისათვის და ნივთებისათვის ადამიანს. ხო არის ესე? შესაბამისად ეს მარტო იმას არ ნიშნავს რომ მარტო ადამიანს ჰქონდა ეს დავალება და ადამიანმა დაარქვა. არამედ ადამიანმა გადასცა 960 წელი ცოცხლა რა ადამიანმა გადასცა თავის შთამომავლებს და ეს შესაბამისად ჩანს კიდევაც აი წმინდა წერილში და აპოკრიფულ ტექსტებშიც რომ რა დავალებას აძლევს, რებს ასწავლის ასე შემდეგ თავის შთამომავლობას და ეს იყო უდიდესი საქმე რომ ისეთი ერისათვის, ფუძე ერის ხალხისათვის, ჩვენ ვამბობთ რომ ქართველებისათვის შესაბამისად უდიდესი საქმე იყო რომ ყველაფერზე დაერქმიათ აი ამ სამყაროში ფუძე ერის მიწაზე ეს ფუძეერი მოგეხსენება ჩვენი აზრით, ჩვენი შეხედულებით ზუსტად ემთხვევა თარგამოსის თორღამეს ქვეყანას. ეს არის კავკასია და ჩამოდის ორეთის ზღვამდე და ორეთის მთამდე. შესაბამისად აი ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანები, ფუძეერის ადამიანები ქმნიან ენას, ქმნიან ეგრეთ წოდებულ აი ამ დაშიფვრის მეთოდსაც. წყალი არ გაუვა ამას, ეს გამორიცხულია რომ შემთხვევითი იყოს. ბოდიში შეგაწყვეტილი. ძველი სახე მათ შორის ქართულზე ხო თავისთავად ხედე ახლა რომ ის რო ქართული ენა იბადება წარღვნის ეპოქაში და წარღვნამდელ ეპოქაში. ამას ახლა ეს ცალკე ლოგიკურია და უკვე შესაბამისად ამისი უამრავი ცნობაც ამოდის, აი. როცა გადავდო ქართულზე უამრავი ეგეთი ფორმულირება ქართულ მათემატიკური და მე ბევრი ქართული სახელწოდებაც სხვა წინ დასავლეთ აზიის ტომებისა და ქვეყნებისა მათ შორის როცა გადავალ ახლა აი ამბანის ბოლო მონაკვეთზე ბოლო 600-ზე ან ბოლო 800-ზე მე ნახავთ რომ კიდევ ერთ ტოპონიმსაც შევეხები ქალდიასაც რომელიც ამ შემთხვევაში გარკვეული კალენდარული მახასიათებელიც არის ხო ანუ მოდი კარგად საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ესეთ სახე მივცეთ რა როგორ ითვლებოდა თქვა ნახეთ რომ ია ანუ 11-ია თქვა თუ გინდა რომ დაწერო 11 10 დაუწერ გვერდზე ერთ ესეთი სისტემაა წერისა მათემატიკური რიცხვების წერისა ქართულში დღევანდელამდე მოსული მიუწერ ის ანუ 10 100 ანუ 1 და გამოდის 11 თქვა თუ b-ს მიუწერ ის გამოდის 10 და 2 ანუ 12 ასე გრძელდება თქვა 20-მდე მე ჩვეულებრივ 20 კ-ს უნდა დაუწერო თუ კ-ს დაწერ კ 21-ია თუ b-ს დაწერ არის 22 ხო და შესაბამისად ასეთი აღრიცხვის დათარიღებაში ასეთი იყო გვიან შუა საუკუნეებამდე ჩემს სოფელში არის საფლავები რომელსაც ასე აწერია შესაბამისად გარდაცვალების წლები ხო კი ბატონო ეს უცნაური ის რო არის ხოლმე ჩიყპყ-ს ამბობენ ხოლმე ხო ჩიყპყ წელს მოხდა წინანდვილში ჩიყპყ არასწორი ფორმულირება ანუ ეგეთი რიცხვი ქართულ ანბანის მხრით ვერ იწერება ჩიყპყ ყველაზე მაქსიმალური 1803 რამდენია უნდა აი ჩიყპყ-ზე დავამთავრე ჩიყპთ უნდა ითქვას თუ გინდა რომ სწორი რიცხვი გამოვა ჩიყპთ არის 1889 ანუ ჩიყპთ რომელსაც ყ წელსა რო ერია საფლავს ესე იგი ადამიანი გარდაიცვალა ანუ ლილა ჭავჭავაძის მოღვაწეობის გვიან შუახანები არის უკვე ეგ ჩიყფთ წელი ანუ 1890 წიგნებში წყვდება წელი კი ბატონო ანუ ჩ არის ამ შემთხვევაში 1000 ყ არის 800 პ არის 80 და თ არის 9 ანუ
1889. ანუ ესეთი სტილით წერდა ქართული რიცხვებს. ნუ შესაძლებელია ამ შემთხვევაში თქვა, რომ არაპრაქტიკულია მაგალითად და რა თქინდა მაგდენი დაწერო, მაგრამ მე ვნახავთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ შეეძლოთ 9 ციფრით ეწერათ რიცხვები, როგორც თქვა, ახლა ვწერთ მათემატიკაში 1-დან 9-მდე მაგით იწერება ყველაფერი, მაგრამ 1-დან 9-მდე, ანუ A-დან T-მდე თუ აიღებდნენ 900-ს და მით დაიწყებდნენ მათემატიკის წერას, ამ 900-ი შექმნილ მათემატიკურ მაგალითებს სიტყვებად ვერაფრით ვერ აქცევდნენ, იმიტომ რომ მხოლოდ 900-ში იქნებოდნენ ჩატეულები და მეტში არა. შესაბამისად, ესეთი სისტემა, რაც ჩვენმა წინაპრებმა გაშალეს, ხო, ყველა 100 გამოვეყენებინათ, ეს იძლევა საშუალებას, რომ მათემატიკაშიც გამოიყენო ყველა 100 და შესაბამისად სიტყვები აწარმოო მარტივად, ანუ ადვილად შექმნა სიტყვები. თუ არა და ყველა მათემატიკურად დაშიფრული სიტყვა იქნებოდა პირველი 900-საგან შედგენილი, ანუ A-დან T-მდე და სხვა არანაირი 100 აღარ ჩაერეოდა, ვეღარ ჩაერეოდა. გენაცვალოს ჩემი თავი, უნდა შეგაწყვეტინო. ანუ ვთანხმდებით, რომ ჩვენთან ეხლა არსებული ძველი ქართული, ეხლა წმინდა ქართული, შესაბამისად სიტყვების 100 თუ 90 თუ 80% არის შედგენილი? დიდწილად, აი მაგალითად ფუძეების დონეზე ქართული და მეგრული და სვანური ძალიან გავს, აი ძველი ფუძეების დონეზე, თუმცა მე სვანურს თავისი გრამატიკა აქვს, მეგრულს თავისი გრამატიკა აქვს და ქართულს თავისი გრამატიკა აქვს და ერთი და იგივე ფუძის სიტყვები მე გამოდის სავსებით სხვადასხვა. ანუ ჩვენმა წინაპრებმა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სიტყვების 90% აი ესე შეადგინეს, დაადგინეს, შექმნეს და კი ბატონო, აი მაგალითად შეიქმნა ქართული ენა. თქვა სისხლზე მაგალითად, სისხლის ფუძე არის სხ, აი ჩემს მიერ მოკლეული მოცულობითი სისტემით არის 5500, ანუ 5500 გრამი და დაახლოებით 100 კილოწონის ადამიანს, დასრულ ადამიანს 5 ლიტრა ნახევარი სისხლი აქვს დაახლოებით, 80-120 კილოწონის ადამიანს ამდენი სისხლი აქვს. შესაბამისად ეს ფუძე სხ გადაიტანა სვანურმა, თუმცა თუ ქართულმა და მეგრულმა როგორც სისხლი და სისხლი ესე შექმნეს, სვანურმა წინ ზ დაუმატა და გამოვიდა ზისხი. ამ შემთხვევაში ზისხი და სისხლი ორივე არის სხ ფუძიანი და ნიშნავს 5500, ანუ ადამიანს რო 5 ლიტრა ნახევარი სისხლი აქვს, 5 ლიტრა და გენაცვალოთ, ჩემი თავი მოგეხსენებათ, რომ ევოლუციონისტებს, ანუ ზეзваსი და მზიას აპოლოგეტებს ესეთი აზრი აქვს ჩამოყალიბებული, მომიტევეთ რომ ვიცინი, ესეთი აზრი აქვს ჩამოყალიბებული, რომ ის ხალხი მილიონი, მერე ნახევარი მილიონი თუ 200,000 წლის წინ შორისდებულებით საუბრობდა, აი წამოყვირებები იყო რაღაცა მაგალითად და მერე ეს იქცა იმენად, რომელ ენაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ან რომელ ენაზეც შოთა რუსთაველი საუბრობდა, ან ფარნავაზი საუბრობდა, ან აიეტი საუბრობდა, ან თორღამე საუბრობდა, ან ნოე საუბრობდა და ეჭვი არ მეპარება წარღვნამდელი ადამიანებიც, იმიტომ რომ ისინი აქ ცხოვრობდნენ. და ნოე იმენაზე საუბრობს, რომელზედაც წარღვნამდელი ადამიანები საუბრობდნენ. მომიტევეთ. ხო, თუ მაგ ხრივ მიყვებით ბატონო ნუგზარო, როდის და ეხლა საბოლოო ჯამში თქვათ იგივე მაგ მიმართულებით ახალო ბიბლიასაც წევი და ჩაცდები, შესაძლოა აი ძალიან შორო ხალხი სიტყვაზე 15, 20,000, 25,000 წლის წინ შესაძლებელია იყო კიდევაც ეგ პერიოდი, მაგრამ აი ვთქვათ მაგ შუალედში ასე ჩვენ ვთქვათ ვეტევით 5,000, 7,000 და მსგავსი რაღაცა შორისდებულები და წამოძახილები და ფრინველების მიბაზვა ყოველად ისეთი არის რა, ანუ ვერაფრით ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ უკვე ჩამოყალიბებული ენა იყო ის ვთქვათ უცხოელი მეცნიერები, თელი რიგი მეცნიერები 15,000, 23,000 ამბობენ ქართული ენის ან წინარე ენიდან გამოყოფაზე და შესაბამისად ეგ შორისდებულები იქნებოდა რა თუ როგორც თქვათ ამბობენ რომ დაახლოებით 50,000 წლის არის გონიერი ადამიანი Homo sapiens-ი, ეგ იქნებოდა აი დასაწყის ეტაპზე, როცა თქვათ დაიწყო იმ ადამიანის მსგავსი არსებებს რო ეძახიან ვითომ ადამიანები რო არიან 1,800,000 და 2,500,000 წლის წინ რო ცხოვრობდნენ, აი ამ გონიერი ადამიანის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე თუ იქნებოდა ეგ შორისდებულები, თორემ აი ჩვენ უახლოეს ამ ისტორიულ წარსულში ეგ გამორიცხულია, რაღაც შორისდებულებით იყოს აწყობილი.
ძირითადად ამ შემთხვევაში არა მარტო ქართული, არამედ სვანური და მეგრული სიტყვებიდანაც ბევრია ეგეთი დაშიფრული, თუმცა საბოლოოდ უფრო მეტად ქართულში არის, იმიტომ რომ ქართულში შედარებით უფრო მოარგეს ქართულს და საბოლოო ჯამში სხვა მიმართულებით წავიდა ქართული, უფრო ვიდრე თქვათ მეგრული და სვანური, სვანურმა რაღაც უფრო ძველი შრე დაიტოვა, მეგრულმაც კიდე რაღაც ისეთი ძველი შრე, რაც ქართულმა არ დაიტოვა და ქართული განვითარდა და ახლა ხშირად იციან ხოლმე წამოძახება, რომ აუ გატენილია ქართული სპარსულ, არაბულ, თურქული სიტყვები და საკუთარი სახე დაკარგა და აღარა სინამდვილეში და ვინც მაგას ამბობს, უნდა ჰაგიოგრაფია წაიკითხოს და არა მაგალითად დღევანდელი გაზეთები რა და დღევანდელი ტელევიზიები. არამედ უნდა ჰაგიოგრაფია წაიკითხონ, ყველას ძალიან ვთხოვთ, იოანე მინჩხი უნდა წაიკითხონ, როგორი თავანკარა ქართული წერს. შოთა რუსთაველის წინამორბედია. და რო უთხრა რომ თქვა სიტყვაზე 2000 წლის არის ქართული, შეიძლება სიცილით მოკვდნენ და ფიქრობენ რომ როგორც დამწერლობა წარმოიშვა ქართული ქრისტიანობის მერე, ქრისტიანობის საჭიროებებიდან გამომდინარე, ესე ქართულის წარმოიშვა და არ იყო. სინამდვილეში ქართულს აქვს ასევე უძველესი შრეები, ჩვეულებრივ, აქვს ქართულს ისეთი შრეებიც, რომელიც მეგრულს და სვანურს აღარ აქვს, ანუ უფრო ძველი შრეები. ანუ რა თქმა უნდა, სვანურსაც აქვს ესეთი შრეები, რაც ქართულს აღარ აქვს, დაკარგული აქვს. მაგრამ იმიტომაც შექმნეს საბოლოო ჯამში ჩვენმა წინაპრებმა ეს 4 ენა, რომელიღაცა თუ დაკარგა და იმ რაღაც ძველ ცოდნას დანარჩენ ენებს შეენახათ და ჩემო მეგობარო, ეს 4 ენა ღმერთმა გადაგვარჩინა და მოგცა ეს 4 ენა, დღეს გვაქვს აოცრება, უდიდესი ბედნიერება და სიხარული და კიდე კაი ყველასთან ხვდება, რომ ერთი ოჯახია და სვანურიც ქართულია, მეგრულიც ქართულია, სვანურიც ქართულია და ძველ ქართულიც ქართულია. და უამრავი აუცილებლად ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ რა ერთ-ერთ წინა გადაცემაში. უამრავი ენა კიდე არსებობდა ყველა ვარიანტში. მაგალითისათვის აღმოსავლეთ მესხური, დასავლეთ მესხური, ჭანური და ასე შემდეგ, რომლებიც სამწუხაროდ დაგვეკარგა, იმიტომ რომ ეს ტომები, ეს ხალხი სამწუხაროდ ასიმილირდნენ და გადაკეთდნენ. დომენებში შეერია ქართულ ენებში და ეს იმაზე მეტყველებს, რომ აი შესაბამისად ეს ხალხი რა და ეს ხალხები უпростоრად, აი ეს ქართველი ხალხები ქართველი ხალხი არიან 40 საუკუნის ხალხი, 50 საუკუნის ხალხი და ასე შემდეგ. ეს გამორიცხულია რომ ახალი იყოს, მე ესე ვთვლი და მე ესე ვფიქრობ. კი ბატონო, გონი დავახასიათეთ ხო როგორ იწერებოდა. ანუ განზრახ წავიდნენ ესეთ გართულებაზე და ვითომ არაპოპულარული გზით რომ ხა მარტივად 9 რიცხვით დაწერა, მე პირადად ვთვლი რომ თავიდან ესე წერდნენ, 9-ით წერდნენ და მე რომ დაუგუჩდათ აღმოჩენები და ნახეს რომ პირველი 900 ვერ დაწერ და საჭიროა უფრო სხვანაირად, მე უკვე შემოიღეს რიცხვნიშნულობები და მე გადავიდნენ იმ სახეობაზე მათემატიკის წერისა, რაც დღევანდელ ქართულ ამბავში არის შემონახული. ანუ თქვა ჭყპთ, ანუ 1899 და თუმცა ისე ნებისმიერ შემთხვევაში არის უმარტივესი დაწერა, მაგრამ აი თქვა სიტყვაზე ჭყპთ რო დაწერო, მაგალითად მარტივად რო თქვა 900, ჯერ ერთი პლუს ვერ დაწერს, ანუ მე-17 100 არის, ამ შემთხვევაში თქვა ჩვეულებრივ დაწერო, ანუ 8 ხო არის, ანუ კაი რიცხვებით რო დაწერო, ესე იგი 1 ანუ 1000, 1 ანუ ა, ჰ თ აჰეთ უნდა დაწერო ჭყპთ და შესაბამისად ვთქვათ შეიძლება გარკვეული რიცხვები პირდაპირ გავდეს სიტყვას, აი მაგალითად ჩვენი დასაბამი, რომელიც მიიჩნევა რომ ადამიანის და სამყაროს წარმოშობის თარიღი არის ქრისტეს დაბადებამდე 5604 წელი, ქართული ანბანური მათემატიკით იკითხება როგორც ჭქდ, ანუ 5000-ია, 600 და დ 4. და შესაბამისად, ამ შემთხვევაში შეიძლება აქედანაც იყოს ნაწარმოების სიტყვა ჭექდა, მაგალითად, ჭქდ ესეთი სიტყვა, ზოგიერთი და აუცილებლად ჭექდა 7630 წლის წინ, ანუ იესომდე, აუცილებლად იყო დიდი აფეთქება და დიდი განათება. ია ბატონო და ამ შემთხვევაში კიდევ ერთი მეცნიერული ანალოგი შეიძლება მოვიყვანოთ, მაგალითად რომ შავი ზღვის კატასტროფაა, რომელიც ამერიკელ იმათ საერთოდ არ იცოდნენ ჩვენი წელთაღრიცხვის საწყისი თარიღი და 5600 წელი თქვეს ქრისტეს დაბადებამდე, როცა ეგეოსის მარმარილოს ზღვა გადმოსკდა შავ ზღვაში. ანუ 4 წლით ააცილეს ჩვენს დასაბამს. მე კიდე ეგ მგონია მომიტევე წარღვნას დაემთხვა, ზუსტად ეგ ამბავი, ანუ წარღვნა ღვთისნება იყო, მაგრამ აი გადმოხეთქვაც მოხდა აუცილებლად არის ესეთი ვერსია, რომ დედამიწის ღერძი გადაიხარა. მთელი კასპიის ზღვა გადმოიღვარა შავ ზღვაში
და შესაბამისად მე შავი ზღვა გადმოინგრა და ის რო ამ რეგიონში წარღვნა ნამდვილად იყო ცოცხალი დიდი გეოლოგები ამბობენ და გეოლოგიური რუკებია. იმაზე რა ქვია რაჭაში რო ახალი გზა აიყვანეს საჩხერიდან იქაც რაღაც დიდი ნიჟარები აღმოჩნდა ოკეანისა. კი, ზოგი ახლა მართლაც უძველესი შეიძლება იყოს და უამრავი კიდე ახლა ერთი საოცარი ადამიანი იყო ღმერთმა აცხონოს გპ-ში იყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო ბატონი ზურამ გელაძე დიდი ადამიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსება და პატიოსნება გეოლოგიის კათედრის გამგე და დეკანი და ასე შემდეგ და ის ამბობდა რომ წამოდითო განახორთო თრიალეთის ზეგანზეო წარღვნის კვალიო წამოდითო და მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი 23-24 წლის ახალი დამთავრებული მქონდა გპ-ი და ვერ შევკადრე რომ აიბე წამოყვები და თანაც კარგად გამიგეთ ეს ლაპარაკად დარჩა და მე ესე განვითარდა მოვლენები რომ ღმერთმა აცხონოს გარდაიცვალა ძალიან მაინტერესებს ეგეთი რამეები ქალდეაზე უნდა გესაუბრა ქალდეაზე ახსენეთ ეხლა რამდენი დრო დაგწევდა ახლოვით რამდენი ჩვენ გინდა ხო ანუ ესეთი არის ანუ 30-100 როგორც ვთქვით ბატონ ლამაზ პატარიძესაც აქვს რომ ეს იყო მზის დამთვალის კალენდარი ანუ თვითონაც მიანიშნებს რომ ვთქვათ დასაძინებლად მიდის ბოლო ასოების სახელწოდებები ეგეთი არის შინ 27-ე ანუ სახში შინ ჩან ანუ ჩინ ანუ ჩანს ხო ცან ანუ შეიცანი 29-ე ანუ ჩინ 100 უკვე 22-ია იმ დღეს იმალება მთვარე ანუ ბოლო დღეა როცა ჩანს ჩინ ცან არის რომ აღარ ჩანს ანუ ცანი როცაზე მთვარე აღარ არის და ძილ ნიშნავს რომ იმ დღესაც ძინავს და მე იწყება ნუ სხვა თვე მე გამოდის ახალი მთვარე საღამოთი დასავლეთის ცაზე მზის ჩასვლის მერე და იწყება ახალი თვე რადგანაც ქართულ კალენდარს მთვალის კალენდარი მთვარის თვეც 30 დღიანი ქონდა და მე მზის თვეც 30 დღიანი ქონდა შემდგომი რჩება ნუ გაურკვეველი არის ამ შემთხვევაში ვიეს ადის და აი მაგალითად ამ სფეროში მომუშავე ერთ-ერთ კვლევარს რომელიც ამ კალენდრებში კვლევს ხოლმე გივი შანიძეს აქვს ესეთი მოსაზრება რომ დღეს რომ არის 21-ისა და 22-ს შორის ვიე იმიტომ არის რომ 21 რიცხვის მერე იწყება ზამთრის დღეღამტოლობის ზამთრის ზებუდობის მერე დღის გაზრდა და იქ ჩასვეს ნუ მაგ ლოგიკით თუ იხემძღვანელებ რომ დღის გაზრდას ან დღეღამტოლებებს უკავშირდებენ ხოლმე ვიეს მდებარეობას მაგ ლოგიკით შეიძლება ვიე პირველი ყოფილიყო საერთოდ როცა პირველ რიცხვში იყო ხოლმე დღეღამტოლობა ჩემი პირადი კვლევებით ყველა ეგეთი დღე ბუნიობები და დღეღამტოლებები პირველი რიცხვი იყო მაგალითად გუშინ ჩვენი კალენდრით უნდა ყოფილიყო დღეღამტოლობა 1 აპრილს და შესაბამისად ვიე უნდა ყოფილიყო მაშინ ერთის წინ ანუ ერთი ხო არის და ვიეს რიცხვი რაც მაშინ არ ქონდა და უბრალოდ 100 წინ იჯდა იწყებოდა თქვათ ვიეთი და მე პირველი იყო ა უბრალოდ ვიე პირველი ეწერა თორე ისე აიყო რიცხვით პირველი ან ისე ჩემომეგობარია ნახე მომიტევე რა დიდი ბოდიში ამ ვიე უამრავი სიტყვაში არის ქართულ ენაში გაუამრავში იგივე წმინდა წერილში იქნება თუ ძველ ქართულ ტექსტებში იყო და მაგ სიტყვას როგორ ითვლიდნენ არ ითვლიდნენ ხო აი ვიესაც არის ხო არ უნდა მიათვალო წესით საერთოდ ნოლის ამბავის გასარკვევია ქართულში ამბობენ თქვათ ვიეზეც ზოგი უზე ამბობს ნოლს მაგრამ საბოლოო ჯამში რომელი იყო ნოლი არავინაც მაგ შემთხვევაში თუ წინ ჩასვი თქვათ ვიე ხო ვიე ან და მე თქვათ a1 იყო მაგ ლოგიკით ვიე ნოლი გამოდის ანუ წინზის ერთის წინზის ანუ მაგ ლოგიკით ნოლია ნუ შესაძლებელი არის მაგალითად ну ახლანდელ თვლაში ვიეს არათვლიან ანუ თუ ვიე წერია ხო არათვლიან ანუ ნოლად თვლიან არაფრად თვლიან ამ შემთხვევაში ვიეს რაც შეეხება თქვა იგივე ლოგიკა შესაძლებელია თუ პირველი არიჯდა ანუ დასაწყისში არიჯდა 31-ესა და 21-ეს შორის ვიჯდა ანუ თვე დამთავრდა 30 მთვარე გამოჩნდა ანუ 31-ში ანუ პირველი რიცხვია იგი 31 გამოჩნდა და მაგის წინ უნდა იჯდეს ვიე როგორც ახალი თვის დასაწყისი. ხო, აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, როცა იყო თქვა, იყო პერიოდი შესაძლებელია თქვა 25 რიცხვშიც ყოფილიყო ეგეთი დღის და მე ხო ნელ-ნელა ჩამოჩოჩდა და ბოლოს რომაული კალენდრით მიიღეთ ეს დღეღამტოლობები და ეს ბუნიობები, ზებუდობები რაც გვაქვს, ანუ იულიუსის კალენდრით, ხო? მანამდე თუ პირველში იყო ქართულში და თანდათანობით ჩამოაჩოჩეს, ნუ სხვადასხვა დღეებს გაივლიდა და შესაძლებელია ვიეც გადაადგილდა. ნუ ამ შემთხვევაში ერთი ვერსია არის, როგორც გითხარით, გივიშა ის რომ დღის ზრდას უკავშირდება დიდი ღამის მერე და 30-სა და 22 შორის იმიტოზის ვიე და მეორე ვერსია არის რომ
მე ვთვლი ყოველ შემთხვევაში და მაქვს ამისი მტკიცებულების საფუძველიც, რომ ქართულ ამბაში რამდენიმე 100 წლეული U100 აღარ იყო. ანუ თქვათ ამისი ყველაზე მარტივი მტკიცებულება არის დავათის სტელა, სადაც არის 37-100 და არ არის U. ნუ მოგეხსენებათ დღევანდელ ქართულ ასომთავრულ ამბაში 200 იწერება U. ანუ ეს არის O და ეს არის VE, ანუ OVE, ესეთი გამოთქმით შეგიძლია წაიკითხო U. ანუ ამ შემთხვევაში გაურკვეველია, არავინ არ იცის რატო აქვს ეს ორი გრაფემა 1-100-ს, ანუ რა საჭირო იყო ორი. ნუ თუ დანარჩენისთვის მოიფიქრეს, ჩვეულებრივ ამბობენ, რომ აი ბერძნულსაც ესე ქონდა და იქიდან ერთი ვერსიებია ძველი მკვლევარებისგან. ნუ ამ შემთხვევაში ესეთი ჩემი ვარაუდი ესეთია, რომ უბრალოდ U იყო უნიშნელოვანესი ფორმულის ასო, აი მაგალითად ქართულში და ყველა ეგეთ ფორმულის ასოში გვხვდება, როგორც ფორმულის რიცხვი გვხვდება, როგორც 7 პის შემცველი, ანუ U-დან გამოიყვანეს ის ყველაზე ახალი და ყველაზე ზუსტი ქართული პი 3.28.571.4 და შესაბამისად ეს VE იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვთვლი, რომ ჩემი აზრით ეს ასო გარკვეულ პერიოდში ლაზარესთანაც გააიგივეს. აი მაგალითად თუ დათვლი საბოლოო ჯამში ამ 3.14.571.4 და ერთმანეთს მივუმატებთ, ნუ 4 თუ არ ბოლო 4 თუ არ ჩათვალე, 31-ია მათი ჯამი. 31 არის ლა, ქართული მათემატიკით იკითხება როგორც ლა. ნუ ისედაც 3.14 რო იწყება, იქაც ხო 31-ია. ისიც 31-100 წ არის, მაგრამ რომ წაიკითხო მათემატიკით ლათ იკითხება და რადგანაც ეს ქართული პი არის 22-ში 7 ცალი ეტევა, გამოდის რომ ლა ანუ 31 3.1 ეტევა z კიდევ ანუ U-ში, ლაზ, ანუ U თავის თავში გულისხმობს 7 პის, ანუ ლაზს და ლაზ არე ამ შემთხვევაში და როგორც ლაზარე უნდა მომკვდარიყო და მე 4 დღის, ანუ ეს არაა ქრისტიანობის დროინდელი საიდუმლო, ეს არის კიდევ უფრო ძველი, თქვათ დაახლოებით წარღვნის პერიოდისა, რომ ელოდებოდნენ ეგეთ სიტუაციას, იცოდნენ რომ ეგ ლაზარის აღდგინება მოხდებოდა გააიგივეს ქართული ლაზარესთან, ნუ ამ შემთხვევაში 7 პის არეესთან, U-სთან და ანუ ერთ-ერთი ვარიანტიც რომ უფალიც რატო იწყება U-ზე, ეგეც ხო ლაზარე და ქრისტე ხო მეგობრები არიან ამ შემთხვევაში, ხშირად ლაზარესთანაც არის გაიგივებული გარკვეულ სიმბოლურად და ესეთი გაითამაშეს ქართულ ამბაში ჩვენმა წინაპარმა ქურუმებმა, რომ U მოკლეს, ანუ როგორც ლაზარე უნდა მომკვდარიყო და მე 4 დღის მერე გაცოცხლებულიყო, U მოკლეს. არ ვიცი რამდენი ხანი იყო ეს U ქართულ ამბაში ამოღებული, ნუ ყოველ შემთხვევაში დავათის სტელაზე აშკარად არ წერია, იმიტომ რომ წერია VE, თუ დაამბობენ რომ ეგ VE არის U, ასევე არ წერია დეკრესის წარწერებზე და როცა მისი გამშიფრავი ჭილაშვილი კითხულობდა ხოლმე ამ წარწერებს, არასოდეს არ კითხულობდა თავის გაშიფრვაში U-ს, როგორც OVE ეგრე კითხულობდა ხოლმე, რადგანაც თვლიდა რომ U არ იყო და დაახლოებით მე-5 საუკუნის მიწურულის საგალობელია, რომელიც ამბანის რიგზეა დალაგებული, შემორჩენილია და როცა ჩადიხარ, თქვათ უფალზე როცა ჩადიხარ, ანუ უფალით დაწყებული, ანუ უფალზე რომ უნდა დაწეროს უფალი, O-ში წერია უფალი, ანუ ოფალი ესე წერია, რაც ნიშნავს რომ U არ იყო და როცა მიხვალ U-მდე, ანუ ხო S მაგალითად T რაღაცა სიტყვა იწყება S-ზე, ანუ ამბანთქებასავით არის ჩამოყოლებული, S-ზე რომ მიხვალ და სიტყვა T-ზე რომ მიხვალ და სიტყვა, მე U-ზე უნდა იყოს სიტყვა და U-ზე სიტყვა არ არის. ანუ ეს ნიშნავს რომ უფალი ოფალით იწერებოდა და U რა საინტერესო რამე ნახეთ, ოფალი თუ უფალი იყო, დედოფალი სიტყვა დედოფალი, მაგდროინდელია. თავიდან დედოფალი იყო, მაგრამ როცა მე U ამოიღეს, დედა დედოფალს. კი, უფალი, როცა U ამოიღეს, მე ბევრმა მათგანმა და ამ შემთხვევაში ეგ ლოგიკა რომ რატო ზის VE 21-სა და 22 შორის, იმიტომ რომ 22 არ იყო თავის დროზე, იყო პერიოდი, მე ვფიქრობ რომ 1000 წელზე მეტხანს, შეიძლება 1500 წელიც არ იყო ქართულ ამბაში, მე-5 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა, დაახლოებით მე-5 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა U, აი იმ მე-5 საუკუნის მიწურულის თხზულებაში არ არის U და ასევე არ არის დავათის სტელაზე, არ არის
ნეკრესის წარწერებზე, რაც ძირითადად ჩვენ ფაქტობრივად შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ამბობენ, რომ ვიეა სინამდვილეში უ, თუმცა თუ ვიე იყო უ, მერე რაღაცა დაუმატეს ამ უს წინ 20 და ორი ცალი ნიშნით გამოხატეს, როცა შეიძლებოდა რომ როგორც დავაცე პირდაპირ ვიეს ნიშნით გამოხატულიყო, ხო? ანუ ვიე არის ხაზი, რომელსაც მარჯვნივ მრგვალი აქვს, მარცხნივ მრგვალი აქვს და ამ შემთხვევაში ომთლიანი მრგვალია და თუ დავათის სტელაზე ვიე, ანუ ხაზი გვერდზე პატარა მრგვალით წერია, მერე ჩვეულებრივი ასომთავრული არის უ არის ჩვეულებრივი წრე, ანუ ო და ვიე. ანუ ოვიე ეგრე იწერება ჩვეულებრივი, ანუ არ იყო, ფაქტია რომ არ იყო და ამ შემთხვევაში იმიტომაც გადასვეს კიდე 22 ადგილას ვიე, რომ უ უნდა შეეცვალა და ახლა ძალიან ბევრ სიტყვაში ვიე ცვლის უს, როგორც ვი, ესეთი სწრაფადსათქმელი, ასევე შეცვალა უ მათემატიკურად შეცვალა ომ და ვ ერთად, ანუ ო მე-16-ია და ვ მე-6-ია და ჯამში 22 არის, ანუ რიგითი ნომრებით. ამ შემთხვევაში უ იყო 22 და გარკვეულ პერიოდში ალბათ შეიძლება ვიემაც ჩაანაცვლა ეს 22 400, ანუ 22 რიგითობით და რიცხვებით 400, რასაც უ წერდა მათემატიკურად და ასევე ოვ კომბინაციამ ჩაანაცვლა ოვ მარცვალმა უ. ოვ არის რიგითობებით, როგორც გითხარით, 16 და 6, ანუ 22 და ჩაანაცვლა უს 22 რიგითობით 22 ნომერი, მაგრამ რა თქმა უნდა ოვ ვერ ჩაანაცვლებდა ვერაფრით 400, რადგანაც ო არის 70 და უ არის 6 და 400-ის მაგივრად 76-ს იღებ. ანუ რადგანაც როგორც გითხარით, დაშიფრების უმეტესობა შესრულებული არის რიგითობებით, რიგითობებში ჩვეულებრივ ჩაანაცვლა ოვ მარცვალმა 22-მა უ 22 თუ რიგითობებით დაშიფრვა გინდოდა. ანუ აი გრაკლიანზე მართალია უამრავი უ არის, აი უამრავი უ არის და ლოგიკურად შეიძლება იფიქრო, რომ უ გრაკლიანის დროს არ იყო ამოღებული ამბანიდან, ანუ 30 საუკუნის წინ ამბანში იყო, მაგრამ უკუცა კითხვას აქვს ერთი საინტერესო მომენტი, მე მას ვკითხულობ როგორც ჩვეულებრივი უესხე უჩენო აწვეცნეი ძეგლში, ანუ ეს უჩენო უჩინარი აქვე ნახე ძეგლში, მაგრამ თუ უ გამოვაცალკევე დასაწყისის უ, რომელიც არ ჭირდებოდა სინამდვილეში, უ ესხე უჩენო აწვეცნეი ძეგლში, ანუ ეს უჩინო უო რაც უჩინო არისო, ხო? აქ არისო ძეგლშია და ახლაც 11 ჯერ ხვდება უ გრაკლიანის წარწერაში. ანუ მაგ ხრივაც მიგითითებს რომ შე რო გგონია რომ უ უჩინოა, უ ესხე უჩენო, ანუ ეს უ უჩინო, რაც სხვაგან არ არისო. აქ არისო, აქ გრაკლიანში გვიწერიაო, უო, ანუ დროებით იყო ამოღებული და ნუ მე ალბათ რავი ასელოდებოდნენ ალბათ გარკვეული გათვლები გვაქვს ნაზარე როცა უნდა ამდგარიყო, ანუ ქართული ენა, მაგრამ ნუ მე მე-5 საუკუნეში უკვე ვახტანგ გორგასლის მეფობის მიწურულს, ან მე-6-ეს დასაწყისში დაჩის მეფობაში ალბათ უ დააბრუნეს ისევ ისე. ანუ მაგ შემთხვევაში იყო ამბანი 36-ასოიანი. ალბათ ვიემ შეიძინა რიგითი და რიცხვითი ნომერი, როცა უ არ იყო და თამაშობდა უს როლს. ამიტომაც ახლა რომ 21-ესა და 22-ს შორის, როცა უ აღადგინეს და ო და ანუ კიდევ ერთი ლოგიკა, გრაკლიანზე უ არის პატარა შვეული ხაზი, რომელიც ნუ ხან მაღლა იწერება, უფრო მაღლა იწერება ხოლმე, მოკლე შვეული ხაზი. მე როცა ქართული ასომთავრული ამბანი არის ჩვენამდე შემორჩენილი იგივე თქვა დავათის სტელაზე, იგივე ნეკრესში, იქ ხმოვნები ჩვეულებრივ შეცვლილია თავისი ასომთავრული გრაფემებით. შესაბამისად, ეგ უ მოკლე ხაზი, რაც გრაკლიანზეც არის, ისე დროს ამოიღეს ამბანიდან, რომ მერე მოიგონეს ხმოვნის აღმნიშვნელი გრაფემები ქართულში, ან თქვათ ი, ე, ო და როცა ეგენი მოიგონეს და ამბანში შემოიტანეს, უ მკვდარი იყო, ანუ არ იყო უ ამბანში. შესაბამისად, უს არ მოუგონეს გრაფემა, მოუგონეს 4 ხმოვანს და ვიეს ისედაც ჰქონდა თავის გრაფემა, უბრალოდ თავი მოუმრგვალეს, ანუ ხაზი არის გრაკლიანზე ესეთი პლუსი, რომელსაც მარცხენა მხარესაა გაშვერილი და მარჯვენა მხარეს არა აქვს. ჯვარი ოღონდ ერთ მხარეს გაშვერილი, მაგაზეც თუ მოვასწრებთ ვიტყვით, რატო აქვს ჩემი აზრი შეგვაშვერილი. 5 წუთი დაგჭა მაქსიმუმ, 5 წუთი. კი ბატონო. და საბოლოო ჯამში ესეთი კომბინაცია მივიღეთ, როცა უ დააბრუნეს, მას არ აქვს გრაფემა, იმიტომ რომ უ თავის დროზე ხაზი იყო და ასომთავრულში ხაზად ხო ვეღარ დააბრუნებდნენ, იმიტომ რომ ყველა ხმოვანს ჰქონდა თავისი გრაფემა და აძნენ და როგორც ტრადიციულად ოს და ვს აერთებდნენ ხოლმე, მარცვლად 22-ის გამოსახატავად, შეაერთეს ო და ვიე და გამოვიდა ახალი გრაფემა ასომთავრულში უ, რომელიც ოსა და ვიეს შეერთების შედეგად წარმოიშვა. ვიე რო გადმოეტანათ მარტო პირდაპირ უს ნიშნად, ეს ნიშნავდა რომ ვიე დაიკარგებოდა, ანუ აღარ იარსებოდა, უს შეცვლიდა, და ვიე იყო
საჭირო. ნუ რატო იყო საჭირო, ეხლა თქვა რაღაცას მაინც ვიტყვი ნაწილობრივ. თუ ჩავთვლით, რომ იყო მაგალითად ვიე 31-ისა და 31-ის შორის თვე დამთავრდა, ახალი თვე უნდა დაიწყოს და თქვათ არის ვიე, რაც ნიშნავს, რომ პირველი რიცხვის დღეღამტოლობას აღნიშნავს, ან ზებუდობას, ეს 100 ვიე. თვითონ ვიე ჩემი აზრით ახლა კი იწერება ჩვეულებრივ V-I ესე იწერება, მაგრამ რადგანაც I 100 სახელი იყო, მე-15 100 სახელი იყო, I ანუ იოტას სახელი იყო, მე ესე ვფიქრობ, რომ ვიე უნდა დაწერილი იყო V-ი და იოტათი. ანუ ეს არსებითად მნიშვნელოვანია ხოლმე ეგენი, რადგანაც გარკვეულ შინაარსს შეიცავს სახელები ასოებისა. ამ შემთხვევაში თუ ვიეს დაწერე V-ი და იოტათი და გაამრავლებ 6-15-ზე, იღებ 90-ს. ანუ 6-ის V-ს და იოტას I-ს ნამრავლი, 90 არის 360 გრადუსის მეოთხედი. ანუ თლიანი წრის მეოთხედი, რაღაცა წრის მეოთხედი და გავს კიდევაც ეგ, ანუ ხო გითხარით ერთი მხარეს გაშვერილიანი ჯვარია, ვიე, ანუ როგორც თქვათ, ერთი სწორი ხაზი ხო 180 გრადუსია, თუ მას შუაში ხაზს ჩამოუსმევ, შუაზე იყოფა 90-ად იყოფა და 90 გრადუსია ძველი ვიე. ახლაც შეგიძლია რომ 4 მრგვალი შემოუხაზო ხო გარშემო წრეს და ერთი მრგვალი აქვს შემოხაზული, ანუ 90 გრადუსი აქვს შემოხაზული ვიეს. ამ შემთხვევაში რაღაცის მეოთხედს ნიშნავს და რადგანაც ვიეს მერე 500-ა, ანუ ძილის მერე, ძს მერე აქვს 500 ამას და მერე კიდე აქვს სადღაცას კიდე აქვს ვიე, ანუ 25%, ანუ 90 გრადუსი. გამოდის რომ 5.25 არის დანარჩენი 500 და კიდე ვიე. ანუ 5.25 არის წელიწადში 12-30 დღიანთვეს როცა აიღებ, ანუ 360 პლუს 5 დღე და 25, ნუ უხეშად ახლა მრგვლად არის 24-22,000, მაგრამ ნუ ძველ დროში სანამ ამ ზუსტად დაითვლდნენ რომ ანუ 365.24-22,000 იყო, 25 ცვლიდნენ ხოლმე, მათ შორის არც თუ ისე ძალიან შორეული წარსულში, იგივე იულიუსის კალენდარიც ქრისტეს დაბადებამდე 45 წელს ეგეთი დღით არის აგებული. ხო, ანუ ამ შემთხვევაში ნიშნავდა წინა 30 დღე ნიშნავდა როგორც ერთ დღეს, ასევე 360 დღიან წრეს და ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს აი ამ სისტემის აწყობა 360-ზე აწყეს, ეთყობა უძველეს დროში 360 დღე დაითვალეს, მზის განაც მთვალის კალენდარიც იძლეოდა 360 დღეს, გრადუსებათაც აიღეს 360, იმიტომ რომ მაგის გარეშე მზის გადახრის კუთხეების დათვლას აზრი არ აქვს, აუცილებლად 360 უნდა ქონოდათ აღებული და ეს 12 მთვარის თვე ან მზის 360 დღე და მე რადგანაც 5.25 რჩებოდა, თამაში გასასწორებელი იყო, სადღაც ეს 5.25 და ამისთვის შექმნეს 200 დღიანი კალენდარი. 200 დღიანი, ანუ იმიტომ იყო 5 და კიდევ ერთი ნაკოლულიასო, ანუ ვიე, ეს 5.25 1.30 რო დაამრგოლოს, მრგვალ 30-ს რო დაემთხეს ერთ თვეს, 200 დღეს სჭირდება 5.25-ს, რომ ზუსტად ჩაეტიოს 30 დღიან თვეში. 7 თვეს იძლევა 200 დღეში 5.25, ანუ 7-30 დღიან თვეს. ამ შემთხვევაში ეს ჩამოვაყალიბეს როგორც კულ, ანუ კუ იმ ქართულ სისტემაში კვირაა, საიდანაც მე კვირა და ეგრე წარმოიშვა და კუ ლ არის 30 წელს ქართულ ამბანში, ანუ კულ არის 200, ანუ კვირა 30, ანუ 7-ჯერ 30 200, ეს იყო ზუსტად იმ 500 და პლუს ვიეს მიერ ამბანის ბოლოში მითითებული წელიწადის ამბანის მიერ დაწერილი კალენდრის ჩამორჩენა დედამიწის ბუნებრივ დროსთან. ანუ 40 წელი ჭირდებოდა, ანუ 40 ჯერ უნდა გაამრავლო 5.25, რომ ზუსტად ერთი მრგვალი, ანუ ორი მრგვალი ან სამი მანამდე ვერ წერს მრგვალ 30-ს, ანუ მაინც 200 იყოფა მე ზუსტად 30-ზე რომ 7 გამოგივიდეს. და რაც შეეხება ამბას მე 37-100 ქონდა, მაგ შემთხვევაში ვიემ სავარაუდოდ ან უს მნიშვნელობა შეიძინა და უსმაგირად ჩასდა 37-ად, ან საერთოდ დაკარგა 0.25-ის მნიშვნელობა ვიემ. 37, ანუ 37-ს აქვს 7-11 30-ზე, ხო?
5.25 და 7 არიან ერთმანეთის ჯერადები. ანუ მთელი რიგი რიცხვები აი 200-მდე დაითვლი, რაც იყოფა 5.25-ზე, იყოფა ასევე 7-ზეც და არც 7 დღე არ გაძლევს არც ერთ სხვა მრგვალ 30 დღეს, ერთ თვეს, სანამ არ მიხვალ 200-მდე. ანუ კოლხეთის ფუძემდე, ძველ ფუძემდე, კულამდე, რაც არის კულხამდე, საიდანაც დაიწყო ამ ქვეყნის სახელის დარქმევა, ანუ 200 დღიანი კალენდარი, იგივე ქართულ ასტრონომიულ სისტემაში, სადაც დღეებს სხვადასხვა სახელები აქვს, რაოდენობის მიხედვით რამდენი უნდა იყოს, თქვა დღე, თქვა დაღ მაგალითად და სხვა სვანურში, იქ დუხე შეესაბამება, აი მაგ უცნაურ 200 დღიან წელიწადს, ნუ მართალია დუხეს ახლა არავინ არ ვიძახთ და საბოლოო ჯამში დღეს როგორც დღა გავს მაგალითად შხა როგორც გავს არის მეგრულად დღე, ასევე გავს დუხე და ჩვეულებრივ 59-ია შეკრება რიგითობებს და გამოდის დღის მნიშვნელობა 200 დღიან კალენდარში. და შესაბამისად ახლა რაც შეეხება ანუ რატო 40 და არადახო ვიცით რომ 42-ია შიგნით, რატო 40? 42-ც არ იყოფა, 200-იც არ იყოფა 42-ზე, ერთი მრგვალი თვე მოქცეს. ნუ 10 თავისთავად ცხადია, ნუ იყოფა 3 წელიწადში ერთხელ 30-ზე ამრგვალებს. შესაბამისად 10-იც იყო, ანუ 40, 30 დღე, 60-ზე გამრავლებული ან 360 და პლუს ბოლოში 10 დღე, რომ 40 გამთარიყო. თუმცა ამ 40 დღიან კალენდარში კიდე ორი კალენდარში არის. ამბანში კიდე 200-ია, რომელსაც რიგითი ნომერი და რიცხვის მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ისეთები აიღეს 5.25, 7 და 10 ამბანში, რომ ეს 200 გაყოფილიყო მასზე და თქვათ 40 წელი უნდა მაგალითად ჩვეულებრივ 5.25-ით, 30 წელი უნდა მაგალითად 700, მე 700-ს რო გადააცელ და 1000-ს რო გადააცელ 21 წელიწადი უნდა ერთი ციკლის გავლას, ანუ 200 დღის დაქუჩებას, რომ მე საბოლოო ჯამში გადაიყვანო მზის კალენდარში და ესე დაწერო. რაც შეეხება ქალდიას, ხო? ქალდია, ანუ ორი წუთი გვაქვს, მაქსიმუმ. დავამთავრებ. ამ შემთხვევაში 84-იც მნიშვნელოვანი რიცხვია აი ამ სისტემისა, კალენდარული სისტემისა, 84 არის ყველა კალენდრის ჯერადი, რაც მსოფლიოში ყოფილა, გარდა 354-ისა. ანუ 350 დღიანი, 336 დღიანი, 360 დღიანი, ანუ თეორიული კალენდარი და ასევე 365.24-22-იც რაღაც რამდენიმე წელიწადი დათვალო ერთმანეთს მიმართ 84-ზე იყოფა. ანუ თითქმის დიდი ხო უცნაურისა 24.22 და 84-ზე მაინც იყოფა. 2.5-ჯერ ცოტა არის 84 200-ზე და 84-ს წერს კულ. ოღონდ თუ კულ წერს რიგითი ნომრებით წერს 84-ს 12, ანუ 12 კვირა 84-ს და რიცხვის მნიშვნელობით წერს 200-ს, ანუ 30 კვირა მე-12-ია და 30-ს ნიშნავს და ანუ კულ ორივეს წერს 84 დღიან გადამყვანს და პლუს 200 დღიან კალენდარს, რომელმაც 5.25 დღე უნდა დაითვალოს და მზის კალენდარს უნდა გაუსწოროს. ქალდიას თუ ერთმანეთზე გაამრავლებ, ქალდეა, ანუ ქალდეიაც იყო, ხო? ია ბოლოში დღეს ნიშნავს, ანუ ქალდე დღე. ანუ ქალდეს თუ ერთმანეთზე გაამრავლებ, არის 5760 და 5760 თუ გაყოფ 360-ზე, ანუ 360 დღიან წელიწადზე, მიიღებ 16-ს. ანუ ის 40 წელიწადი ხო უნდოდა რომ 5.25 მიიღო საბოლოოდ 200 დღე და ეს 16 არის 5.25-ზე რო გაამრავლო დღეების ნარჩენზე 84. ანუ რასაც კულ წერს, ანუ 12 კვირა, 12 კვირა ქალდეია, რაც იძლეოდა აი იმ გადაყვანას 360 დღიანი თეორიული და ცაზე რაც ჩანს მთვარის და მზის კალენდარი იქიდან რო გადაგეყვანა 365-25-ზე მზის ზუსტ კალენდარზე, ესე უძველეს ხან, ნუ მე კიდევ მაგაზე ზუსტი კალენდარი მოიგონეს ჩვენმა წინაპრებმა, მზის ზუსტი ქართულ კალენდარი, მაგრამ მანამდე სანამ ეგ 24-22-ს იპოვიდნენ და 25 თვლიან, დღის მეოთხე და 6 საათად თვლიდნენ, საუბრობთ ახედან უნდა იყოს გაჩენილი თქვა სიტყვა ბევრი. B არის პოზიციურად რო დაწერო 2 და 5 B E და V არის 6. ანუ 25.25 B და V 6 საათია. ანუ B იგივე, ანუ დღის 25%, იგივე 6 საათი არის B, V და R არის. ანუ 25, დღის 25%, V, ანუ 6 საათი
არის. ანუ სინამდვილეში ამითი მეტია დღეზე, ამდენი საათით მეტია, 6 საათით მეტია დღეზე დღე, ანუ 365 დღე და კიდე 6 საათი არის. ეს გამორიცხულია რომ შემთხვევითი იყოს. ეს გამორიცხულია რომ არ იყოს შესაბამისად დიდი გონებების მიერ დარეგულირებული და ასე შემდეგ, რაც დიდი მადლობა რომ აი ამ ადამიანმა აღმოაჩინა, ჩვენამდე მოიტანა და ესე დეტალურად გვიხსნის და ჩვენ გიახლებით ნებისმიერ აკადემიურ და ქართულ და ქრისტიანულ გარემოში გიახლებით, დიდი სიამოვნებით გიახლებით, რათა უფრო განვავრცოთ ეს ნაწილები და თქვენი კითხვები მოვისმინოთ. ღმერთმა დაგლოცოთ. დიდი მადლობა ჩემო ძმაო მეგობრობისათვის. შენგენაც ვამაყობ რომ ჩემი მეგობარი ხარ, ვამაყობ რომ ჩემი თანამედროვე ხარ და აი შენ რომ შესაბამისად ესეთი შრომებით რომ გვაჯილდოვებ. მადლობ თქვენს დიდი მადლობა, სამეფო არხს ასევე უღრმესი მადლობა. გაიხარეთ. მშვიდობა, ჯანმრთელობა, ღმერთმა გაგაძლიეროთ.